შავი ზღვა არის ხიდი, რომელიც ორ კონტინენტს აკავშირებს. ის არის კარიბჭე ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს შორის. ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და მაღალი კონკურენციისაგან. იმისათვის, რომ გავიგოთ მისი მნიშვნელობა, საკმარისია შევხედოთ რუკას. თქვენ ხედავთ, რომ შავ ზღვას ესაზღვრებიან მოკავშირეები და პარტნიორები. და შავი ზღვა უკავშირდება ხმელთაშუა ზღვას, რომელიც თავის მხრივ ოკეანესა და სანაოსნო წყლებს უკავშირდება. ეს ნატოს ნაღმსაწინააღმდეგო გემების შენაერთია, რომლებიც საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში შემოდიან. ლეიტენანტ ბადრი შენგელიასა და საქართველოს სანაპირო დაცვის ეკიპაჟისთვის, რომლებიც ამ ჯგუფთან ერთად სწავლებაში მონაწილეობენ, ეს არის შანსი მათი ყოველდღიური საქმიანობის უკეთესი დემონსტრირებისთვის. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ტერიტორიულ წყლებს უკანონო ქმედებებისგან. ჩემთვის ეს მეტად მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ვიგრძნო ჩემი თავი ამ ადგილას და გავხდე მისი ნაწილი. უკანონო თევზჭერასა და ადამიანის ტრაფიკინგთან ბრძოლის გარდა, საქართველოს სანაპირო დაცვა საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ისეთი მიმართულებებითაც მონაწილეობს, როგორიცაა ანტიტერორისტული ღონისძიებები, სამძებრო სამაშველო და განაღმითი საქმიანობა. თუმცა ბადრისა და მის ეკიპაჟს კიდევ სხვა გამოწვევები აქვთ. საქართველოს სანაპირო დაცვის ერთ-ერთ გამოწვევას ოკუპირებული აფხაზეთის საზღვაო სივრცე წარმოადგენს. ტერიტორიები, სადაც საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება. რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციამ, ისევე როგორც უკრაინაში ყირიმის ანექსიამ და რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გაფართოებამ, დიდი გავლენა მოახდინა რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე. იმის გამო, რომ რუსეთმა მოახდინა ყირიმის ოკუპაცია, სამხედრო ბალანსი შავი ზღვის რეგიონში აბსოლუტურად შეიცვალა და ახლა შავი ზღვის ქვეყნებს სჭირდებათ დამატებითი და განსხვავებული ხასიათის ფორმატი შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ის, რაც არ შეცვლილა და ფაქტიურად კიდევ უფრო გაძლიერდა, არის ნატოს დამოკიდებულება და ვალდებულება ჩვენი მოკავშირეებისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ შავ ზღვაზე. შავ ზღვაზე ნატოს არსებობას შემაკავებელი ეფექტი აქვს და აძლიერებს თავის პარტნიორებს. მართალია ეს სწავლება მოკლევადიანია, მაგრამ ბადრისა და მისი ეკიპაჟისთვის შავი ზღვის დაცვა ხანგრძლივ გამოწვევას წარმოადგენს.